الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم والذين يقولون ربنا هب لنا من أزواجنا وذرياتنا قرة أعين واجعلنا للمتقين إماما صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم خيركم خيركم لأهله وأنا خيركم لأهلي صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო დღევანდელი ხუთბის თემა ოჯახური ფასეულობები ის საფუძველი რაზეც დგას მორწმუნე ადამიანის ცხოვრება და ზოგადად მთლიანი საზოგადოება ყურანში ვკითხულობთ მორწმუნეთა შემდეგ ვედრებას ღმერთო ჩვენო გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლშვილის სახით და დაგვადგინე ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად ეს აიათი ოჯახის მნიშვნელობასა და სულიერ ფასეულობაზე მიგვითითებს მორწმუნე ადამიანი თავის ოჯახში გრძნობს სიმშვიდეს ღირსებას და იმ სიხარულს რაც რწმენით არის განპირობებული როდესაც მეუღლეები ერთმანეთისადმი სიყვარულით და მოთმინებით არიან საუსენი და შვილები იზრდებიან რწმენასა და ზნეობაში ეს არის საუკეთესო ღირებულებებით მდიდარი ოჯახი ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ ბრძანებს თქვენგან საუკეთესო ისაა ვინც საკუთარი ოჯახისთვის საუკეთესოა ხოლო მე ვარ საუკეთესო ჩემი ოჯახის მიმართ მორწმუნის რწმენა პირველ რიგში საკუთარ სახლში უნდა აისახოს. გარეთ კარგი მოქცევა ადვილია, მაგრამ სახლში ყოველდღიურობაში დაღლილობის, სტრესისა და პრობლემების ფონზე ოჯახში ჩანს ნამდვილი ზნეობა და მოთმინება. ძვირფასო მორწმუნეებო, ოჯახი არაა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, იგი ნდობისა და სიყვარულის კერა ლოცვისა და მადლიერების გარემოა, ადგილი, სადაც ყალიბდება პიროვნება. ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი უნდა იყვნენ თბილი და თანმიმდევრულნი, როგორც ალლაისგან ბოძებული ამანათის მფარველები. მშობლებმა შვილებს უნდა მისცენ არა მარტო მატერიალური უზრუნველყოფა, არამედ სულიერი ღირებულებები, ლოცვა, ზნეობა, თავმდაბლობა და მადლიერება. არ დაგვავიწყდეს ალლაის შუამავლის ნათქვამი, ყველა თქვენგანი არის მწყემსი და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყოსთვის. მამა არის პასუხისმგებელი თავის ოჯახზე, დედა შვილების აღზრდაზე, შვილები მშობლებზე, ხოლო ეს ურთიერთდაკავშირებული პასუხისმგებლობები ქმნის ერთიან და ძლიერ ოჯახს. ძვირფასო მორწმუნეებო, სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ვხედავთ ოჯახური ინსტიტუტის შესუსტებას. ღირებულებები, რომლებიც უნდა გადაეცეს თაობებს ოჯახიდან, ხშირად იცვლება ზედაპირული მიზნებით, როგორიცაა მატერიალიზმი, ეგოიზმი და გულგრილობა. თუ ოჯახში არ არის სიმშვიდე, ურთიერთპატივისცემა და გულწრფელი ურთიერთობა, იქ იზრდება
არასასურველი, არასრულყოფილი თაობა, რომელმაც არ იცის, რას ეფუძნება ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი. როდესაც მშობლები ერთმანეთს არაჩვენებენ სიყვარულს და ლოცვას, შვილებიც ვერ სწავლობენ, როგორ იქცნენ ჰუმანურ, რწმენით სავსე და ღირსეულ ადამიანებად. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანსაღი ოჯახი ეს არის პირველი მეჩეთი ბავშვისთვის, სადაც არის ლოცვა, მოთმინება და გულწრფელი ურთიერთობა, იქ იქნება ალლაჰის წყალობაც. ოჯახში ყოველთვის უნდა სუფევდეს სიყვარული და პატივისცემა ცოლსა და ქმარს შორის, სათნოება და თანადგომა მშობლებსა და შვილებს შორის, მოთმინება და გულმოწყალება ყველა წევრს შორის. არ უნდა ვიყოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ოჯახის გარეთ თავაზიანები, ხოლო სახლში მკაცრები, უხეშები და გულგრილები არიან. მორწმუნე ოჯახის წევრები ერთად ასრულებენ ლოცვას, ერთმანეთს პატივს სცემენ და იმედიანად უყურებენ ცხოვრებას. დაპირისპირებას კი არა, თანადგომას ირჩევენ ისინი. შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლის დალოცვა სამოთხის გასაღებია. მშობელმა კი უნდა იცოდეს, რომ შვილების ზნეობრივი აღზრდა ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობაა. ამიტომ ძვირფასო მორწმუნეებო, იყავით მაგალითი საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ ლოცვით, ზნეობითა და მოთმინებით. თქვენი სახლი გახადეთ ალლაჰის მსახურთა თავშესაფარი და არა ჩხუბის ადგილი. ნუ დაივიწყებთ, ოჯახური სიმშვიდე იწყება თქვენი ქცევით. თქვენს ბავშვებს დაუტოვეთ რწმენით სავსე გული და არა მხოლოდ მატერიალური ქონება. თქვენი მეუღლე და შვილები არიან ალლაჰის ამანათები, არ დაუშვათ მათ მიმართ გულგრილობა. უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს ოჯახური განხეთქილებებისგან, დაგვიმკვიდროს რწმენით გაჯერებული სახლები, გაგვხადოს მაგალითის მიმცემი მშობლები და მოგცეს ღირსეული შვილები, დაგვიკავშიროს ერთმანეთთან სიყვარული, მოთმინება და რწმენა. ელა ინნა ახსენალ ქელამი ვა აბლაღან ნიზამ ქელამულლაჰილ მელიქილ ғაზიზილ ғალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون.